წარმოგიდგენთ ციკლს Deep State-ის აგენტები, მომავალი პოლიტიკოსები, მხილების სერია, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს. როგორ ხვდებიან NGO აგენტურიდან პოლიტიკაში? გიყვებით ერთი აგენტის შესახებ. Deep State-ისთვის NGO აგენტურის პოლიტიკაში მოყვანა აპრობირებული მეთოდია. სქემა ასეთია: ჯერ ხდება გადაბირება და ხდებიან აგენტები. შემდეგ დაფინანსება, ანუ წახალისება უპირობო მორჩილებისთვის და ბოლოს გამორჩეული აგენტურის პოლიტიკაში გადამისამართება. პოლიტიკისთვის გამზადებული აგენტები. ეპიზოდი მე-13. თინათინ რუხაძე, როგორც Deep State-ის ყველა აგენტი, ისიც უარგუმენტოდ აკრიტიკებს ქართული ოცნების ეროვნულ პოლიტიკას. ჩემი რწმენით, ქართული ოცნება ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს. მხარს უჭერს აგენტოკრატიის ხელისუფლებაში დაბრუნებას და როგორც Deep State-ის სხვა აგენტები, მისი მთავარი ეგრეთ წოდებული არგუმენტიც მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოგონილი პრორუსულობაა. თუ არ მოვიპოვეთ ახალი არჩევნები, თუ არ მოხდება ის, რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ აბსოლუტურად ყველაფერი აზრს კარგავს, უკან საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით. მონაწილეობდა ბიზნესზე ზეწოლის კამპანიაში. მიზანი ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნით საზოგადოებრივი მღელვარების გაზრდა. მისმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ყალბიკვლევა. მიზანი ეკონომიკური კრიზისის სიმულაცია. მხარს უჭერდა ქვეყნის გარედან დაფინანსებულ ძალადობრივ ანტისამთავრობო აქციებს. ხელისუფლებას კი პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავების გამო აკრიტიკებდა. რატომ დაერია ოცნება მათ, ვისაც სინათლე და სიკეთე სახეზე აწერია? სხვა აგენტების მსგავსად ისიც განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე საზოგადოებას ამცირებს და ემუქრება. ქართული ოცნების მხარდამჭერების შეკრებაზე წერდა. გუშინ იქ რომ ხალხი იდგა, მისი უმეცრებით ჩადის ცოდვა სწორედ. ისე ყიდის სამშობლოს, რომ უდიდეს ნაწილს ეს გააზრებულიც არ აქვს. ხო და რა ვქნათ, ვერ იაზრებენ, გამართლება არ ივარგებს. ორივეზე უმეცრებაზეც და სამშობლოს გაყიდვაზეც უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა. ეწინააღმდეგებოდა უცხოური ფულის გამჭვირვალობას, კანონს რუსულად მოიხსენიებდა, ავრცელებდა დეზინფორმაციას. ეს კანონი საქართველოს მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. თუ კი რამეა გამჭვირვალე, დღეს ესაა დონორების ფინანსური დანახარჯები. თუ დონორები შეამცირებენ მხარდაჭერას, მნიშვნელოვნად აისახება თითოეული კომპანიის კეთილდღეობაზე. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გულშემატკივრობდა ანტისამთავრობო აქციებს, სადაც ქვეყნის პრაგმატულ პოლიტიკას სირცხვილად და თავისუფლების დაკარგვად რაცხავდნენ. ვენაცვალე ჩვენს ახალგაზრდებს ისინი თავისუფლებაში გაჩნდნენ და არ აპირებენ მის დაკარგვას. როგორც Deep State-ის აგენტი, ქართული ოცნების მშვიდობის პოლიტიკას რუსულ დაკვეთად აფასებდა. პუტინმა შემოგვითვალა ჭკვიანად მოიქეცით, არავითარი შეზღუდვები არ დააწესოთო. ოცნებამ გაგვაფრთხილა რუსებს კარგად დახვდით, თორემ დაგსჯითო. მოკლედ, თუ პუტინმა უკრაინაში გაიმარჯვა, უკვე ხვდებით ხომ, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ვიცნობდეთ პოლიტიკაში მომავალ Deep State-ის აგენტებს.